რამე თუ ვითარცა მამა, იგი აღადგინებს მკვდართა და აცხოვნებს. ანუ მარადიულად აცოცხლებს მკვდართა, ანუ ადამიანი ხო მოკვდავია ხორციელად და უფალი ამბობს, რომ მამა მარადილ სიცოცხლეს ანიჭებს მოკვდავ ადამიანს, ამიტომ ამბობს, აღადგინებს მკვდართა და აცხოვნებს, ანუ გადაარჩეს, მარადილად აცოცხლებს, ეგრეცა ძე, რომელსა ნებავს აცხოვნებს. ნახეთ, ძე ღვთის, ანუ ქრისტე, რომელიც მას ნებავს, ანუ ძეს ვინც ნებავს, იმას აცხოვნებს. ეს, იმიტომ რომ მისი ნება და მამის ნება ერთია. ღვთის ნება რო შეუვალია, ხო გესმით, ეხლა ეს თავისთავად ხადია, მაგას ხო არ უნდა ბევრი საუბარი. ღვთის ნება რო შეუვალია და უპირობოდ აღსრულებადია. და როგორი ადამიანია ის, ვისაც ღმერთი ვერ იძალადებს, იმიტომ რომ თანხმედრაში იქნება იმ ადამიანის ნება ღმერთის ნებასთან, ისეთი, რომელიც პავლე მოციქულის დარად იტყვის, ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა. ვინ არსებობს, ვინც ჩემსა და ქრისტეს ჩადგება, რა არსებობს ასეთი, არაფერი არ არსებობს ასეთი, აი ასეთი ადამიანები, სხონებას ხაზ ვერაფერი, ვერასოდეს ვერ შეუშლის.